ჩემი თვალებიდან არ გამოვა ეს კადრები. მე საკრებულოს დეპუტაცია წავიყვანე, ნაციონალური მოძრაობა არ წამოვიდა, უმცირესობა როცა იყო უკვე საკრებულოში, შეგნებულად არ წამოვიდა, რომ ენახა თავიანთი დანაშაული და დაენახა თუ ვის ემსახურებოდნენ და აი რა არის ღალატი, აი ამას რო კიდევ მონა დაურჩები, ისევ მონა დაუდგები ასეთ მოძალადეს, შეხარ ერის მოღალატე, ქვეყნის მოღალატე. ყველამ ნახა ეს აუპატიურების კადრები და იქ იყო ერთი კადრი კიდევ ესეთი და მინდა ყველასგან ადამიანი რომელიც მაგიდაზე მაგიდის ფეხებზე ფეხებით იყო მიბმული და ხელები მაგიდაზე ჰქონდა დაჭედებული ანუ ბორკილებით წინ აყურებინებდნენ ცოლს და ქალიშვილს როგორ უყრიდნენ კასში ჩასმული ყავდათ გაკოჭილი ცოლი და ქალიშვილი და შიგნით უყრიდნენ ქვეწარმავლებს წარმოგიდგენიათ რა ხმაზე გაკიოდა ის ბავშვი ანის ქალი როგორ მე მაშინ ფიქრობდი რომ არ უნდა ნახოსმეთ ეს ფართო საზოგადოება კიდევ ერთხელ ლინჩის წესით გაგასამართლებდა სახლებში ჩაგხოცავდა თქვენ მართლა ქვეწარმავლებოდა ეხლა გამოდიხარ და იცოდეთ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ხელისუფლებას თქვენ როგორ ლაპარაკობთ საერთოდ ამას მე თქო გამოძიებას განმარტო ვით იყო გამოწვეული თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები ასეთი განცხადებები გამოწვეული იყო პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ჩემპიონების ხელსაყრელ პოლიტიკურ მდგომარეობის ჩასაყენებლად რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს ვაღიარებ ნაცნობრივ მხოლოდ გულგრილობას კერძოდ იმას რომ ჩემთან დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობას შესაძლოა არ გაუწიე ჯეროვანი კონტროლი რაც თანამდებობრივად მიღებოდა შესაბამისად შესაძლოა ამით ამოიხადებოდეს ჩემი მხრიდან სამსახურების გულგრილობის ფაქტი